Დილამშვიდობისა თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე მე ანუკა კინფლაძე ვარ. Კიდევ ერთი მეწყერი დარიალის ხეობაში ვრცელდება ინფორმაცია ორი დაკარგულის შესახებ. კოკისპირული წვიმების გამო მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის გზის 134 კილომეტრზე მთის მასა ჩამოიშალა. მაგისტრალზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სამაშველო ჯგუფები ამ ეტაპზე გზის გაწმენდას ცდილობენ. პარალელურად თერგის კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშროების გამო მიმდინარეობს ნაპირ სამაგრის სამუშაოები. ნათია მღებრიშვილი იმყოფება სტიქიის ადგილზე, ის ახლა პირდაპირ ეთერშია. ნათია, გზის გაწმენდასთან ერთად ეძებენ თუ არა მაშველები დაკარგულებს? ორი დაკარგულის ძებნის პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა, რადგან მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, როგორც აქ სამინისტროების წარმომადგენლები აცხადებენ, მას შემდეგ მოხდება მაშველების შესვლა გვირაბში, რაც მოხდება, როცა მოხდება ამ გზის გაწმენდა, რადგან როგორც ცნობილია, სწორედ გვირაბში იმყოფებოდა ეს ორი პიროვნება მაშინ, როდესაც დირდურაკის მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, ასევე აქ არიან ძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიურად გზის გაწმენდის სამუშაოები. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს, რათა არ მოხდეს თერგის გადმოსვლა და მოხდეს თერგის შეკავება და მე შეგახსენებთ, რომ ძებნის სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც მოხდება ამ გზის გაწმენდა და მაშველები მოახერხებენ გვირაბში შესვლას. თერგის კალაპოტის 70% დაახლოებით ქონდა კალაპოტის შეცვლილი და გადატანილი იყო არსებული დროებითი გზის მხარეს. ამას დააზიანა ეს გზა, აგრეთვე დაზიანებული არის ძველი ასფალტობეტონის გზა, დაზიანებული არის სავარაუდოდ არსებული გესის ტერიტორიაც. თითქმის შეერთებულია რამდენიმე წუთი დაუშვა რამდენიმე მანქანა, რომ შევაერთოთ ეს მონაკვეთი და სამუდამოდ ჩაიკეთოს თერგის ეს ნაწილი. ჩვენი ინფორმაციით ორი ადამიანი არის ამ დროისთვის დაკარგული, სავარაუდოდ გვირაბში იმყოფებოდნენ, სამუშაოებს აწარმოებდნენ, ტექნიკაზე მომუშავე ხალხი იყო და ამ დროისთვის ვერ ახერხებენ მაშველები რომ შევიდონ. დევდორაკის მყინვარზე დღეს დილას გამთენისას იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდროლოგები და გეოლოგები ვერტმფრენით. მათ ადგილზე შეისწავლეს ვითარება და პირველადი ინფორმაციაც გაავრცელეს. ამ ინფორმაციის მიხედვით მყინვარზე ახალი კერები არ არის, რაც შეეხება ეს იყო ძველი კერის ნაწილები და დარჩენილი 17 მაისს მომხდარი სტიქიის შედეგად დარჩენილი მთის ნაწილი. რაც შეეხება საფრთხების შესახებ უფრო ზუსტად მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაშინ როდესაც გეოლოგები და ჰიდროლოგები კიდევ ერთხელ შეამოწმებენ მთის ნაწილს. 17 მაისის სტიქიის დროს დარჩენილი ღვარცოფული მასა უხვინალექების გამო არის ჩამოსული, ანუ თვითონ იქ მყინვარზე ახალი კერები არ არის, აქედან გამომდინარე არის თუ არ არის კიდე ჩამოვიდეს ეს, ანუ ის მასა კიდევ არის ხეობაში დარჩენილი, თუ იქნება უხვინალექები, არის კიდე იმის რისკი, ანუ თეორიული რისკი, რომ ჩამოვიდეს ქვევით, ანუ ეს ღვარცოფული მასა, რომელიც არის წყალთან გარეული ეს ხრეშოვანი მასა. სტიქიის ზონაში ჩამოსულები არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. მე შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ნათია, მადლობა, ეს ნათია მღებრიშვილი იყო.